მეფეთ მეფე ერეკლე მეორე ამ სახელწოდების წიგნის წარდგინება საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში გაიმართა. პირველ ტომში წარმოდგენილია ერეკლე მეფის მიერ გაცემული უნიკალური დოკუმენტური მასალა, სიგელები, არზები, განჩინებები და ბრძანებები. ღონისძიებას საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პრეზიდენტმა როინ მეტრეველმა გახსნა. აღსანიშნავია, რომ წიგნის ავტორი გახლავთ საქართველოს სამეფო სახლის ისტორიული განყოფილების ხელმძღვანელი იოსებ ბიჭიკაშვილი. მთავარი რედაქტორი არის აკადემიკოსი როინ მეტრეველი. ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდნენ ჭიათურისა და საჩხერის მიტროპოლიტი დანიელი, საქართველოს სამეფო სახლის მეთაური ბატონიშვილი ანა ბაგრატიონი გრუზინსკი და იოსებ ბიჭიკაშვილი. გამომცვლელებმა გამოცემის მნიშვნელობაზე, წიგნში არსებულ დოკუმენტებზე და მეფე ერეკლე მეორის ღვაწლზე ისაუბრეს. როგორც ღონისძიებაზე აღინიშნა, ეს გამოცემა განსაკუთრებულია იმით, რომ მრავალი ისტორიული დოკუმენტი პირველად ქვეყნდება სწორედ ამ კრებულში. შეხვედრას სასულიერო პირები, საქართველოს სამეფო ოჯახის წარმომადგენლები, აკადემიკოსები და სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ. ღონისძიება მეცნიერებათა ეროვნული აკადემიისა და საქართველოს სამეფო სახლის ორგანიზებით ჩატარდა. მეფეთ მეფე ერეკლე მეორე ასე ეწოდება წიგნს, რომლის წარდგენაც მოხდა მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში. არის უდიდესი მნიშვნელობის წიგნი, არა მარტო იმიტომ, რომ ეს ჩვენი ისტორიის უახლესი მე-18 საუკუნის მეტად მნიშვნელოვანი ისტორიის ფურცლებს აცოცხლებს, არამედ იმიტომაც, რომ დღეს საქართველოში მიმდინარეობს გახსენება იმ დიდი ღვაწლისა, რომელიც ჰქონდათ ბაგრატიონთა სახლს. ბაგრატიონები ეს არის უწყვეტი დინასტია, რომელიც არ ყოლია თითქმის არც ერთ ქვეყანას ასეთი უწყვეტი დინასტია და მათ შორის დაახლოებით 16 მეფე დედოფალია წმინდანი და დიდია მათი დამსახურება და აი ამის გახსენება ჯერ ერთი პატივის მიგებაა მათი, მაგრამ ამასთან ერთად ის არის დიდი გამოცდილება, რომელიც დღეს ჭირდება თანამედროვე ქვეყანას და ის მისია, რომელსაც ეს სახლი, სამეფო სახლი ასრულებდა საუკუნეების განმავლობაში, დღესაც შეუძლია ამ სახლს რო აღასრულოს და აი საქართველოს ეკლესია ჩვენი უწმინდესი ყოველთვის ხელს უწყობდა აი ამ ისტორიული გამოცდილების გახსენებას, რომ აღდგეს ეს ტრადიცია ამ ოჯახის მიერ თავისი ერის წინაშე სამსახურისა და აი ეს ამ წიგნის გამოცემაც ერთ-ერთი ნაბიჯია ამ გზაზე. დღეს მოხდა წარდგენა უაღრესად საინტერესო წიგნისა. ეს არის ერეკლე მეორის დოკუმენტები, მის მიერ გამოცემული ბრძანებები, მის მიერ გამოცემული სხვადასხვა მითითებები და ასე შემდეგ. ეს არის ძალიან საინტერესო დოკუმენტური მასალა, რომელიც ფაქტობრივად შეაგროვა და შეადგინა ბატონმა სოსო ბიჭიკაშვილმა და გამოვიდა ძალიან საინტერესო, კარგად გამოცემული გახლავთ იგი. ეს მასალა გარდა იმისა, რომ თვითონ ერეკლეს ბუნებას წარმოაჩენს, ჩვენთვის სასარგებლოა როგორც საისტორიო წყარო. მისი საშუალებით ჩვენ ამა თუ იმ ფაქტის დადგენა, ამა თუ იმ მოვლენის გაშუქება შეგვიძლია. ასე რომ წიგნმა მოგცა დიდი საშუალება იმისა, რომ მომავალში ჩვენ ვიმუშაოთ მაღალი ღირსებით და წარმატებით ვიმუშაოთ ისტორიის საკვლევად. პირველ რიგში მინდა ქართულ სამეცნიერო საზოგადოებას მიულოცო ამ არაჩვეულებრივი უნიკალური წიგნის გამოცემა და ქართულ მკითხველსაც დაინტერესებულს, ვისაც ისტორია უყვარს. იმიტომ რომ ეს არის ნაშრომი, სადაც არის უამრავი უნიკალური მასალა თავმოყრილი, რომელიც აცოცხლებს ამ უდიდესი მეფის მოღვაწეობის პერიოდს და იმდროინდელი ჩვენი ქვეყნის, ასე ვთქვათ, ცხოვრების, როგორ ცხოვრობდნენ, რა ყოფა იყო აი იმ პერიოდს. ასე რომ ბატონ სოსოს მინდა წარმატება უსურვო და მივულოცო აი ამ წიგნის გამოცემა. ეს არის მეფე ერეკლეს მიერ გაცემული საბუთების პირველი ტომი, მხოლოდ პირველი ტომი, დასაწყისია. წესით ერთი ყველაზე ცოტა 20 ტომი მაინც უნდა გამოვიდეს და აქ არის თავმოყრილი აბსოლუტურად სრული კორპუსი იქნება მის მიერ გამოცემული საბუთებისა, რომელიც ინახება და მოღწეულია ჩვენამდე. 2022
წლიდან, აი ფაქტიურად სანამდე არ დაიბეჭდებოდა ამ წელს მიდიოდა მუშაობა ამ მასჯერ მასალების შეგროვებაზე და ეს მასალები იყო გაფანტული ფაქტიურად მთელ საქართველოში. თელავიდან დაწყებული, ქუთაისით დამთავრებული. და ჯერ მე ვთვლი რომ ბოლომდე არ მაქვს ყველაფერი ამბუწურული.